რატომ არ უნდა ისლამ მახაჩევს ილია თოფურიასთან ჩხუბი? ამაზე ორი პასუხი არსებობს. ერთი ოფიციალური, რომელზეც დაღესტნელები კამერებთან თამამად საუბრობენ. მეორე კი არაოფიციალური, რომელზეც ისლამის გუნდს საერთოდ ხსენებაც კი არ უნდა. საინტერესოა რა არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისლამი ილიასთან ჩხუბს თავს არიდებს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილია თოფურიასთან ჩხუბზე ისლამმა უარი ოფიციალურად თქვა. სხვადასხვა სპორტული გამოცემების თანახმად დანა უაითმა ისლამ მახაჩევს ილიასთან ბრძოლა ზაფხულში შესთავაზა. თუმცა დაღესტნიდან უარი მოვიდა. ეს ინფორმაცია ერთ-ერთი პირველი რუსულმა გამოცემამ გაავრცელა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეს ჭორი საერთოდ არ არის და ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. მახაჩევის გუნდს სჯერა, რომ ილია თოფურიამ მსუბუქ წონაში ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა უნდა მოიგოს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლის პრეტენზია. ისლამ მახაჩევის მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მენდესმა განაცხადა, რომ ისინი ნებისმიერთან ჩხუბისთვის მზად არიან, ვისაც UFC შესთავაზებს. მაგრამ ემან ილიასთან ბრძოლა არ შემომთავაზონ და იქვე თქვა, რომ თოფურია საჩემპიონო ბრძოლა არ ეკუთვნისო და თყვილად მასზე არ მესაუბროთო. ისლამის გუნდს ეს პოზიცია სიმხდალეში რომ არ ჩათვლოდა, მას ახალი მიზეზი მოუფიქრეს, მისი მემკვიდრეობა. სპორტსმენი, რომელიც თავის კარიერის პიკში არის, უკვე კარიერის დასრულებაზე ფიქრობს და იმაზე აქვს სადარდებელი მისი გულშემატკივრები მასზე რას იფიქრებენ. ეს ყველაფერი ხვდებით, რომ სისულელეა და საკუთარი უკან დახევის გასამართლებელი მიზეზია. UFC-ს ყოფილი ჩემპიონი და ახლა უკვე ექსპერტი დენიელ კორმიე ამბობს, რომ ისლამ მახაჩევის კარიერის დასრულების შემდეგ ფანები პატარა ბიჭებთან გამარჯვებებს დააყვედრებენ. უკვე წლებია კორმიეს ხაბიბთან კარგი მეგობრობა აკავშირებს. მის დარბაზში AK აკადემიაში ძალიან ბევრი დაღესტნელი ბიჭი ვარჯიშობს და მისი ეს სიტყვები მხოლოდ მეგობრის დაცვა და არანაირი ექსპერტული აზრი ამას შეარდებს. მე მაინტერესებს წლების შემდეგ ისლამის გულშემატკივრებისთვის როგორი მოსასმენი იქნება, როდესაც მათი საყვარელი მებრძოლი პატარა ბიჭებს გაურბოდა. თუ ასეთი მაგარია ისლამი ადგეს დაამარცხოს ილია და გააჩუმოს ის თავისი ჰეითერები, რომელზეც ამბობს, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვა რაღაცაშია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ილიასთან ჩხუბი ადვილის საქმე არ არის. მას აქვს გამთიშავი ძალა. დაუმარცხებელი ეს ბიჭი უმიზეზოდ არ არის. ილიამ ბევრჯერ დაამტკიცა უკვე, რომ საუკეთესოთა შორის ყოფნას იმსახურებს. თუ ისლამს საუკეთესოობაზე აქვს პრეტენზია, მაშინ ილია აუცილებლად უნდა დაამარცხოს. მაგრამ ისლამის გუნდი რისკებს ასე ადვილად არ იღებს. მათ ილიასთან ბრძოლის რისკები ძალიან კარგად გათვითცნობიერებული და ვიდრე ერთნაბის გადადგამენ, საკუთარ გადაწყვეტილებას 1000-ჯერ ზომავენ. თქვენთან საუბრისას არაერთხელ მიხსენებია, რომ მსუბუქი წონა ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო დივიზიონია. აქ ერთი ფეხის დაცდენაც კი ისლამის საუკეთესოობის ამბიციებს მიწასთან გაასწორებს. აქ ისმის კითხვა, ხომ არ ეშინია ისლამს? არ ამგონია, რომ ისლამის შიშს ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით განიცდიდეს, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენე, ის ილიასთან ბრძოლის რისკებს ძალიან კარგად აფასებს და იცის, რომ ერთი ფეხის დაცდენაც კი ძალიან ძვირად დაუჯდება. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგცეთ სიახლეები MMA-ის სამყაროში. მომავალ შეხვედრამდე.